ბატონ გიგა, ვიდრე კონკრეტულ საკითხებს შევეხებოდეთ, დავიწყოთ ზოგადი შეფასებით, რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე დღეს განვითარებულმა მოვლენებმა? ეს არის სამარცხვინო და საგანგაშო დღე მთელი საქართველოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის. ეს სიძულვილით ახსოვს მოძალადეები, ვინ ჩვენ ვიხილეთ, ესეთი შემოვლებით სასტიკად არბევდნენ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ძალადობის წინააღმდეგ. ესენი არიან საქართველოში თავისუფლების და საქართველოს სახელმწიფოებრივი წრეები. ისინი არიან დამნაშავეები და ისინი უნდა იყვნენ დასჯილი. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი იმის მიმართ, თუ როგორ დაგეგმა პოლიციამ წინადების მოქმედება, ეს კრიტიკა არ ეხება რიგით პოლიციელებს, მათ მართლა სადეს რომ ეს ძალადობა გაეჩერებინათ, მაგრამ დაგეგმვა იყო ძალიან ცუდი სამწუხაროდ და ამ კრიტიკის მიუხედავად პოლიციას რა თქმა უნდა აქვს სრული პოლიტიკური, მორალური კი არა, სამართლებრივი უფლება და პოლიტიკური მხარდაჭერაც ამ შემთხვევაში ჩემგან რომ გამოიყენოს ყველა ის მეთოდი, ამ ლეგიტიმური მეთოდი ამ სამარცხვინო მოძალადეების წინააღმდეგ, ვინც დღეს ეს საშინელება ჩაიდინა. ვინაიდან თქვენ თვლით ბატონო გიგა, რომ პოლიცია არ იყო საკმარისად ორგანიზებული და ეს არ არის რიგითი პოლიციელების ბრალი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი? ვერ გათვალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორ განვითარდებოდა მოვლენები დღეს? დაგეგმვა როგორ ხდებოდა არ ვიცი, მაგრამ შემიძლია თქვა თავარი პრობლემა რა არის, მას შემდეგ რადგან ვისაუბრე, აი ამ სამარცხვინო კრიმინალური მოძალადეების გარდა ვიძახ. ეს არის და ამასთან ერთად თავარი პრობლემა არის კლიმატი ქვეყანაში. თავარი პრობლემა არის ის, რომ ნაწილი ამ ხალხის და მათი ლიდერები იქნებათ განთავისუფლებული როგორც გმირები და ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები რუსეთის ჯაშუშებთან ერთად გახსოვთ ალბათ. შესაბამისად თქვენ პასუხისმგებლობას ამ კლიმატის შექმნაში ამჟამინდელ ხელისუფლებას აკისრებთ. თქმა უნდა, მათ შორის მე ამით იმის თქვა არ მოსულს, რომ ეს პრობლემები და ეს სიძულვილი და ამ ტიპის ჯგუფები იქამდე არ არსებობდა, თქმა უნდა არსებობდა, ეს არ არის ახალი ხელისუფლების შექმნილი პრობლემა. მაგრამ ახალი ხელისუფლების რიგებში იყო ხალხი, რომელიც ამის ექსპლუატაციას ეწეოდა მთელი საარჩევნო კამპანიის წლების განმავლობაში და იყო მოწინავე რიგებში ამ სიძულვილის ქადაგების და ზოგიერთი მათგანი დღესაც აგრძელებს ამას. ძალადობა არის ფაქტო, ეს ძალადობა შეიძლება იყოს პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, ზოგადად დაუსჯელობის სინდრომია ცალკე დიდი პრობლემა. ეს ხალხი ვინც ჩვენ აქ ვიხილეთ, უნდა გაგახსენოთ, რომ 8 ფებრუარის აქციაზეც იყო. ყველას კი არ გულისხმობ, საკვანძო ნაწილი. ეს იგივე ხალხია, ვის სიძულვილი, ვისაც ძალადობა არის ცხოვრების წესი. ასეთ ხალხის გმირებად გამოშვება, მათი წახალისება, ამ განწყობილებზე და სიძულვილებზე კაპიტალიზაცია, ცდელობა პოლიტიკური, ეს არის რაც მათ შორის ესეც არის რაც ასეთ შედეგს გვაძლევს, ამიტომ ეს არ უნდა დავივიწყოთ. ამასთან ერთად მე მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრის განცხადებას და იქამდე იუსტიციის მინისტრის განცხადებას აქციამდე გამოვეხმაურე და სრული პოლიტიკური მხარდაჭერა იქნა გამოხატული ოპოზიციის მხრიდანაც ამ განცხადების მიმართ, მაგრამ ვიხილეთ ის, რომ ამ ხელისუფლებას თვითონ მიუძღვის წვლილი ამ კლიმატის შექმნაში და ამასთან ერთად არ შეუძლია მართლა ასეთ ვითარებებს. ეს დიდი პრობლემაა. ამის და მიუხედავად მინდა ვთქვა, რომ ეხლაც ამ სამსაც ყველა იმ ნაბიჯს ლეგიტიმურს, რა თქმა უნდა და პროპორციულს, რომელიც საჭირო არის მთავრობის მხრიდან, მე პირადად ხარს უჭერ და მე დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური ოპოზიციაც ხარს დაუჭერს, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ისინი ვერ გაიქცევიან, ეს გამორიცხულია და მე რაც ახლა მეუბნებიან, რომ იუსტიციის მინისტრი განცხადებებს აკეთებს, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და მივახციეთ მიზანს, ეს უბრალოდ სამარცხვინო განცხადებაა. პირდაპირ მინდა ეს თქვა. ბატონ გიგა, ვინაიდან კრიტიკის მთავარი საგანია ამ შემთხვევაში მაინც პოლიციის მხრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაგეგმილი და ორგანიზებული, ვთქვათ, იგივე კორდონი იყო, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მომხდარიყო მაშინ ამის ორგანიზება და როგორ უნდა გაეკონტროლებინა სამინისტროს ეს სიტუაცია? ხაზი გაუსვა, რომ მე თანაბარ, როგორც მინიმუმ თანაბარ კითხვებში ჩავახერებდი იმ პრობლემას და უფრო დიდი პრობლემა გარდა ერთი პოლიციის ოპერაციის დაგუგვისა არის პოლიტიკური კლიმატი და ის განწყობილებები და ისი წახალისება ხდება და რა ტიპის ხალხიც არის დღეს მაგალითად საპარლამენტო უმრავლესობაში რა ტიპის განცხადებებიც კეთდება რომ აი ძალადობა არა, მაგრამ სახლებში იყვნენ თავისად გარეთ თუ გამოვლენ მაშინ ჩვენ მათ სისხლს დაუღრით და შემდეგ და ეს არის მთავარი. რაც შეეხება პოლიციის ოპერაციას, მე მინდა გაგახსენოთ, რომ შარშან ჩატარდა პირველად ამ ტიპის აქცია, ძალადობის და ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია. სოციალისტ პირველ დღეს ჩვენი ხელისუფლების დროსაც მოხდა შესაბამისი დაშოვა, პოლიცია არ იყო საკმარისი რაოდენობით. ამის მსგავსი და მიახლოებული სკარპი არ მომხდა, რომ უბრალოდ ბოლომდე არ მიეცა მსვლელობის ჩატარების შესაძლებლობა მაშინ ამ ჯგუფს ჩვენი მოქალაქეების და მცირე ინციდენტიც იყო, მაგრამ მეორე დღეს მის გათვალისწინებით და შესაბამისად დაშვებული წინა დღეს იქნა მიღებული ზომები, იყო კორდონი, მოხდა დაშორიშორება თავიდანვე
და ფიზიკური მიახლოების შესაძლებლობა არ მიეცათ ამ მოძალადეებს და სიძულვილის გადაგებელებს აქციის მონაწილეებთან. ეხლა გასაგებია რომ ეხლა უფრო მეტი დრო იყო და უფრო ფართო კამპანია აწარმოეს სიძულვილის, მაგრამ ეს მეტი დრო ამ შემთხვევაში ჰქონდა პოლიციასაც და ხელისუფლებასაც განსხვავებით წინა წლისგან. მიღებული ექსტრა ზონები, უფრო მეტი რაოდენობა პოლიციის, მე არ გახლავართ ექსპერტი ესეთ პოლიციის ოპერაციების დაგეგმვის, ამიტომ ამაზე შორს დეტალებში ჩასვლა არ მინდა, მაგრამ აშკარა რამ არის რომ პოლიციის რაოდენობაც მეტი უნდა ყოფილიყო, დაშორიშორება თავიდანვე უნდა მომხდარიყო, მანამ სანამ მოქალაქეები, რომლებიც ძალადობას აპროტესტებდნენ, საერთოდ მივიდოდნენ, მანამდე უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, ეს უდაოა. მისაღები იქნებოდა ბატონო გიგა მაგალითად ვარიანტი რომ დაეშალა პოლიციას მოწინააღმდეგეთა აქცია. მე მოგახსენებთ როგორ გაკეთდა ეს შანსი და როგორ უნდა რა არის, რომ ამოცან არის რომ ძალადობა საერთოდ არ დაგჭირდეს, თუ დაგჭირდა ლეგიტიმური ძალადობა პოლიციამ უნდა გამოიყენოს და ამის შესაძლებლობა არის წინასწარ, როცა იცი რომ ასეთი რისკებია და წინასწარ მიდის ძალადობისკენ მოწოდება, წინასწარ დაშორიშორება არ გახსნით ადრე ლეგიტიმური აქციის მონაწილეებისა მოძალადეებისგან. მე ესე მიმაჩნია. ეხლა უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება მომავალს. ეხლა როგორ უნდა მოიქცეს პოლიცია თქვენი აზრით? პოლიციამ უნდა დასაჯოს ისინი, ვინც იზალადა პირველ რიგში. აქ რაიმე დიდი გამოძიება კი არ არის საჭირო, თუმცა გამოძიება ჩასწარებელი იქნება, მაგრამ ყველაფერი ხდებოდა პირდაპირ ეთერში და უნდა დააკავოს ამ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები. დანაშაულები ყოველთვის იქნება დაკავებული, მით უმეტეს ვინც სიძულვილის დანაშაულს ჩადის, ეს დამამძიმებელი გარემოებაა, მინდა მოგახსენოთ. ეს უნდა მოხდეს და არასოდეს აღარ უნდა მოხდეს გმირებად გამოშვება იმათი, ვინც ძალადობს. თუნდაც იმის გამო რომ ზულს რომელიღაც პოლიტიკური გუნდი არ შეიძლება ამის გამო გმირებად გამოაცხადოს ისინი, ვინც ლეგიტიმურად იქნენ დასჯილი ძალადობისთვის. ასევე კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეთ მთავარ საკითხს, კლიმატს და მთავარ პოლიტიკურ განცხადებებს. ყველა ვინც იძახის რომ ჩვენ ძალადობის წინააღმდეგი ვართ, მაგრამს როცა აყოლებენ, ეს უკვე არის ძალადობის ან თლიანად ან ირიბად სახალისება. იმიტომ რომ არ არსებობს აქანანაირი მაგრამ, აქ ვერავის ვერ დასჯის და ადამიანებს აქვთ უფლება რომ მცდარი და სიძულვილით ახსავსე მოსაზრებებიც ჰქონდეს. აქვთ უფლება რომ თვლიდნენ რომ ასეთი მსვლელობა მათთვის მიუღებელია. ამის უფლება აქვს, მაგრამ ამის იქით მაგრამის თქმის უფლება და იმის თქმის უფლება რომ ჩვენ იქ არ დავუშვებთ და ამის განხორციელების უფლება და მოწოდების ძალადობისკენ რომელსაც ძალადობა მოყვება, ის უფლება საქართველოს კონსტიტუციით არ არსებობს, ამის უფლება ადამიანს არავის არ აქვს და ასეთი ქმედებებისთვის ადამიანები უნდა იყვნენ დასჯილი. მხოლოდ ეს არის პრევენცია ზოგადად ძალადობის. პირამის შემთხვევაში ყველაფერი მიდის წავა ქაოსისკენ, ძალადობისკენ და სიძულვილისკენ. ეს არის საფრთხე თავისუფლებისთვის, ამ ქვეყანაში და საფრთხეა ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ბატონ გიგა, თქვენ ძირითად აქცენტს მაინც აკეთებთ პოლიტპატიმრებზე, თუმცა ჩვენ კადრებშიც ვნახეთ და მაყურებელმაც ნახა. ეს რომ წინა მასას მოუძღოდნენ სასულიერო პირები და ბევრმა აქციის საწინააღმდეგო აქციის მონაწილემ ჩვენთან ინტერვიუშიც განაცხადა, რომ ადგილზე მივიდა იმის გამო, რომ ამის მოწოდება იყო მოძღვრის მხრიდან. აქედან გამომდინარე, რას ფიქრობთ თქვენ ეკლესიის როლზე დღეს განვითარებულ მოვლენებში? მე არ ვაკეთებ აქცენტს ეგრეთ წოდებულ ჭალებში პოლიტპატიმრებზე. მე ვაკეთებ აქცენტს გამოშვება მოძალადეების ქმნის იმ კლიმატს, რაც ეს უფრო ადვილად არის შესაძლებელი. რაც შეეხება სასულიერო პირებს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სასულიერო პირი, რომელიც ძალადობას ჩაიდენს, ან აშკარა საფრთხის შემცველ ვითარებაში ძალადობისკენ მოწოდებს, საქართველოს კანონმდებლობით არ ჩასდის დანაშაულს. ყველამ უნდა აგოს პასუხი. სასულიერო პირობა რა არის, რა ქვია მას, კანონის პასუხისმგებლობისგან და ძალადობის ლიცენზია დაუჯელი ძალადობისკენ. ეს ასე არ არის და მე იმედი მაქვს, რომ ეკლესიაში აღმოჩნდება ხალხი, ვინც ამას გარკვევით იტყვის. თუმცა სამწუხაროდ რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, აქ ჩვენ ვიხილეთ, რომ აშკარად მორალური ჭალებში ინიციატივა ჰქონდა იმ ხალხს სასულიერო პირებს შორის, ვინც აშკარად ღია ძალადობას და სიძულვილის გადაგებას და ჩადის თვითონ ძალადობას. და რა თქმა უნდა, ისინი უნდა იქნენ დასჯილი კანონის საფუძველზე. დიდი მადლობა გიგა ბოკერია უშიშრობის საბჭოს მდივანი პასუხობდა